გამორჩეულები რომ შეარჩიე ასის ფარგლებში რაღაცა დასაწინაურებელი გუმანით იყო სასტასი ტვინმა სიხარულის რეჩხი იყო ძლივ საქმე სადამდე შეეძლო ეს სულები და მხოლოდ ეს ნაპლეჩა ნაგე შაგა ნამდვილი საქმე ხელებით საქმე მოქმედი იარაღიანი ნაღდი მონატრებოდა აბა როგორია კომპოზიტორი იყო და საკრავო ხატვარი იყო და უსაღებავო მიდი და იქნიე ცარიელა ხუნჯი და აბა როგორია ქადაგად დაცემული გარეწარი მოენო ან ნამსჩიკი უმელან ქაღალდოდ როგორია გაგიშდება კაცი კიდევ კარგი რომ ახლახა მაინც გზავნიდნენ სადღაც ნამდვილ საქმეზე თანაც თვითმფრინავი დიდ საიდუმლო განზე მდგარ თვითმფრინავში ჩასხეს სტასიკი და გამორჩეული მეყაზარმენი მისდე თვითმფრინავის გუგუნში გზაში კრინტი არავის დასცდენია რომელიღაცა აეროპორტთან მშვიდობიანად დაფრინდნენ უცხო მიწაზე და აქ თვით დაწინაურებული პრიკასჩიკი დახვდა თუმცა ნამეტნავად შესაშური პოგონები ედო მაინც პატარა პრიკასჩიკი იყო რადგან ყოველთვის ხვის ანუ რომელიმე მთავარი პრიკასის ბრძანებებსაც მითითებებს დაუყოვნებლივ და განუხრელად ასრულებდა გარეგნულად თუმცა ქედმაღალი სწორუპოვარი კაცრად დარბაისელი ჩანდა მომავალი ნახტსაქმიანი ოპერაციით იმასაც ძლიერ უკაცკაცებდა ჩასაფურთხებელი სული აბა სად გაგიგიათ კომპოზიტორი უსაკრავო ყინულის გულა სნაიპერი იმზადებოდა ახალშლიაპკებიანი მუსკომედიელი ხალი უსარკეებო ძველი ჯალათი მიიღბოდა ასე დიდ პოგონებიას სოფსაქმისთვის დიდად მზრუნველის მიღაბიედო სარგადაყლაპული ხუთმაგი მწკრივის წინარე გოროზად დამდგარიყო პრიკასჩიკი იროდის ახსნა ბრძანება განმარტება მოკლე ტევადი და ამოწურავი ოხმე მაგის ჯილდოები და ზვანიები მომცა მაგრამ ხუთი ვარსკვლავი 10-ზე როგორ გავა ნეტა ლეონიდილიჩის ჯილდოები მომცა ოლქში პირველ კაცად დაბრუნდებოდა ოღონდ მარტო კუთვნილიშვილების ცოტა ვიტია გაგიზდებოდა კუთვნილიშვილებას კალორიებიან უტრაის ფერცხებებიან უწვი მოკრიმში გავატარეთ ჩვენს თურმე ძალიან ვიტამინებიან სასადილო სანატორიუმში სადაც თურმე მინიმუმ პატვალკოვნიკები სამძოლო მზადყოფნის გამტკიცებისათვის ისვენებენ გავირუჯებოდი როგორც მოძმე ხარ ლეონიდილიჩი ჩვენო ძალიან ძვირფასო შენ კი გენაცვალე მაგ შავ წარბებში დადგაჯერით თქვენი მაღალი მხედრული ვალის აღსრულებისა თქვენს დანახვაზე თავს მოიკაკვნებით არ დაიჯეროთ არ დაინდოთ არც დიდი არც პატარა შვიდობას გაუმარჯოს ვერც საქმეების საჭოთა კავშირს Thank you.
სწორედ ახლახანს გვასწავლია. ცურტაველია რა. ცურტაველია. და ამას დეიდაწმინდანინო. მაგას დავით. აღმაშენებელია რა, გორის კაცი. აღმაშენებელია. ამის ძნელთში საქართველოს დეიდაწმინდანინო, იცით მე და გელაჩი ვიყავი ექსკურსიაზე. ისეთი კარგი იყო, ხაჭაპურები, ნამსხვრები, ლიმონადიც ჰქონდა ექსკურსიაზე წარებული. ეს ექსკურსია იყო. აბარა იყო. პიონერ ხელმძღვანელმა ასე გითხრა. ექსკურსიაზე სხვაგან დაიწყო. გელაჩი, შენ არა და რა კარგი იყო მაშინ. ახლაც კარგია. აიხედე. მართლაც რატომ ისროლეს დეიდაწმინდანინო? ეს რომ ის შვილი. ყველა მკვლელი, ნაცვლად ქართველი იყო. ქართველი შვილი. და კიდევ სხვები. უარესო. ახლა ცედა. ისინი სხვაგან არიან. შენ იმათთან არაფერი საქმე. დეიდაწმინდანინო, ეს სულხან საბასია. სულხან საბაშვილი. ეს ბუჩქი შენი მშობელია. მაგრამ დალოცვილი მზე არის. დეიდაწმინდანინო, ეს რამყვია. შენი დეიდაწმინდანინო, ასეთი ცხელი რა. ეგ დედა შენის წრემლებია შვილი. მე ასე კარგად ვარ და ნეტა ვიქნა ისია. შენი მონატრება დიდხანს არგასტანში. დეიდაწმინდანინო, ასეთი დამზარული რა. ეგ მამა შენის გულია შვილი. მოდი, ჩემთან წავა. მე ჩვენება თუ საქართველოს საცხარი. ორი დამიგდე. აქ შენი კუთხის მხოლოდ ყოველივე საუკეთესოს ხედავს. ის სხვები მამა მარდაგანას შენი თვალებში. მეც კი მეწოდებიან იმათ შემყურებ, მაგრამ თქმის ბევრი ხოლმეა უფლის. მოგალატეთ, გამყიდველები, სხვისა ჯიბისა თუ დიდების სხვისა ჩინმენდლების გაფაციცებით მაძიებად. ერთმანეთით. მტერთანაც ბევრი გვილაქუცნი, მაგრამ საქართველოში რაღაცა ცუდი თუნდაც ყოველ მსახურში. კარგი იმის ყოველ წრეში. აგერ ამ ორ საქართველოში დაბადებულებს ლამის არის რომ სულ ერთიანა გადაგვეყოლონ და ისიც არიციან ან არ ახსოვთ რომ ოხრულ მარჯვეთ შეკოწიწებული წყეული სულით სხვა ყველაფერი ქართველთა არადა ეგები მორზეც კიდევ უფრო უარესი უფრო დიდ პატივს ქართლებს რაიონებს ქალაქსაც კი დაუტოვეს იმისი კვალი ეგებ ასეთ დიდ პატივს იმიტომ სცემენ საქართველო რომ ასე უხვად აგვისაჯულა დეიდაწმინდანინო, იცით მე ერთხელ იმისეც პამიდორი ვესროლე და შიგ მხარში გავარდი. დეიდაწმინდანინო, ჩვენთან ძალიან შორი განახვადი? შორი განაშვიდო, კაბადოკია გადიდია. შორი განახვადი. და სხვაგან ასეთ შეჩერებული ხართ? არა. საქართველოში თვით ღვთისმშობელმა გამოგზავნა. დეიდაწმინდანინო, საქართველოს რა გადაარჩეს?
ისმინე შვილო. შენი მკვლელი შვილი. მე მკვლელი არ ვარ. მე მხოლოდ პრიკაზებს ვასრულებ. ეგენი დავკარშიმო. ბარი მიეცით. მე ბარი რადმი. თადარეკში გასული. და ეს საწამლავ. როგორ გაგიხთ? როგორი ხმ? მე პირადად არ ვიცოდი საწამლავი იყო თუ. გამამრუებელ საშუალებად მომასახეს. პირველად ვიცის. ხელი როგორ აღმართ? იმ სიბნელეში უფროსად გამოიყურება. და მაინც რამდენი საგება? ასე სრულწლოვან მოქალაქეზე. რას გავდა? სრულწლოვანს. ძალიან ცუდად ჩანდა იმ თქვენი სახელი. მარიამ. ძალიან ცუდად ჩანდა იმ სიბნელეში, ამ ხანოგომარი. მე არავის ვასამ. შენი საქციელი თხომ გახსნილი იყო. სიტყვითაც მეძავი დარჩი. მაგრამ შენი ერის დიდმა შვილმა თქვა კიდევ. ყველაფერი შეიძლება ეპატიოს ადამიანს. გარდა სიტყვით მრუშობის. რომელი გამართლებული კაცი მე? მე შედარებით პატარა კაცი. მე არაფერში გამიმარ. აგერ 30 კაპეკი გამიმარ. არა და პივა ისე მინდა. ვერ ხედავთ პალტო როგორი მაცვია. დედაც დღეში ორჯერ იცის. ვინ აქცემს? დედა, ჩვენში ძოლებს ასევე ძახთ. და მერე და როგორ მოგერ? დაუძლურდი და მომერი. და რატომ დაიუძღვე თავი? აბა რამე, ჩვენში მთელი 7 თვე იცის ზამთარი და სულ ფეჭდეთ ხომ არ ვიწვევოთ. იქ მაგის საქართველო. კალორიებიანი ვინაგრადი რომ ზამზარეულოდან ჩასდეთ მუცელში. ვერ ვიტანო. მე არაფრის მოსჯა არ შემიძლია. ამ გოგონას თავი მე მომაყავს. ალბათ იმიტომ რომ ეს გოგონა ჩემი ერთ-ერთი გამორჩეული შვილობილია. და მან გაგასამართლოს. გთხოვთ აპატიო დიდო მარიამ ღვთისმშობელო. კარგად დავთქვი. მე არაფერს არ კარნახობ, უბრალოდ არ მინდა რომ აჩქარდე შვილი. აჩქარებით არ მოსვლა. გთხოვთ რომ აპატიოთ. ის მონა გახსოვს შვილო. სწორედ რად მგლიაში ვფიქრობ იმას. მერე ეს ალბათ ასე დაიბადა და ასეც გაზარდა. გთხოვთ აპატიო დიდო მარიამ ღვთისმშობელო.
რამდენიმე ფიქრიანი დღე და ღამე დაჭირდებოდა უეჭველად, რომ ასეთი სცენარი მოეფიქრებიათ და დაეწერათ. სცენარის რეჟისორს და მის მუსიკალურ განფორმებელს ქალბატონ მარინეს. მე მინდა რომ ძალიან დიდი მადლობა უთხრა მათ. არა მხოლოდ იმისთვის, რომ ასეთი არაჩვეულებრივი შინაარსის სპექტაკლი დადგეს, არამედ იმისთვის, რომ მე დავითვალე და დაახლოებით 30-მდე ბავშვი მონაწილეობს. მასიური სცენარია ეს და არ არის მხოლოდ შემოფარგლული რამდენიმე ბავშვით. განსაკუთრებით ვაჟები. ეს არის რაღაც მართლა სენსაცია, რომ დღეს ჩვენი სკოლის მოსწავლეები აი ესე კარგად თამაშობენ, აი ესე კარგად ასრულებენ, მეტყველებენ და გამოდიან სცენაზე და მადლობა თქვენ ბავშვებო ყველაფერ ამისთვის. ჩვენმა საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის პრეზიდენტმა ქალბატონმა მაია ყობახიძემ, როდესაც გაიგო, რომ თქვენ ასეთი სპექტაკლი უძღვენით 9 აპრილის დღეს, რომ ჩვენ გვახსოვს 9 აპრილი, რომ ჩვენ ბავშვებს, ჩვენ მოსწავლეებს, ვისაც ის თვალით არ უნახავს და არ განუცდია, დღეს ერთხელ კიდევ გაგვაცდევინეს ჩვენ ვინც ვნახეთ და დანარჩენებს ვისაც არ უნახავს. მე პირადად აი ისეთი არაჩვეულებრივი აღტაცება დამემართა და ჟოლა იმ ჟუანტელისა და მომაგონდა ის წარსული დღეები, თქვენ ისე კარგად თამაშობდით. მე მინდა რომ ქალბატონ მაია ყობახიძის სახელით მადლობის სიგელი გადავცე ქალბატონ მაია სამიაშვილს მარინა კვერნაძეს მის მუსიკალურ განხორციელებას ვისურვებო თითოეულმა ჩვენთაგანმა ასეთი კარგი ჯილდო მე მგონია და ვფიქრობ ეგრე, იმიტომ რომ ჩემთვისაც აი ეს ასეთი დანიშნულება აქვს. ფულადი ჯილდო რამდენიც არ უნდა მოგცენ ერთი მოსწავლის მშობლის და ერთი მოსწავლის მადლობა ყველაფერს გადაწონის და მე ვფიქრობ ეს მადლობის სიგელები არჩევ უფრო მეტია ვიდრე ფულადი პრემია გამოიწვიოს ჩვენთვის. ის ფული დაიხარჯება და ეს თქვენ სამუდამოდ გეკნებათ რომ თქვენ ასეთი დამსახურებული ჯილდო მიიღეთ. მე არც ამ ბავშვებს არ დავტოვებთ ისე თუ თქვენი სურვილი იქნება ამათვის ჩვენი რაიონის სიგელებს გადავცემ სიამოვნებით მომაწოდეთ და მათთვისაც გავხიზარდეთ, იმიტომ რომ ესენი ნამდვილად იმსახურებენ ამას. მადლობა თქვენ ბავშვებო ყველაფერს. პირველ რიგში მინდა მადლობა უთხრა ნამდვილად მაია მასტერებს ასეთი კარგი სპექტაკლისთვის, ასეთი კარგი ჩანაფიქრისთვის, ჩვენთვის ყველასთვის ძალიან დიდი ტკივილიანი დღეები იყო იმ პერიოდში, ძალიან ტკივა 9 აპრილი. 9 აპრილთან ასოცირდება ტკივილიც და სიხარულიც. ტკივილი იყო იმისა, რომ ამდენი ახალგაზრდა დაიღუპა. ძალიან ცუდი დღეები ჰქონდა, მაგრამ კარგია იმ მხრივაც, რომ 9 აპრილმა მიგვაღებინა დამოუკიდებლობა. მე მინდა რომ თქვენ ყოველთვის გახდოდეთ 9 აპრილი და ყოველთვის შეხედოთ ამას ძალიან შინაარსიანად გაგებით და ყოველთვის გახსოვდეთ ის გმირები, ვინც ჩვენ დამოუკიდებლობა მოგვაპოვებინა. ძალიან დიდი მადლობა ბავშვებო, ძალიან კარგები იყავით, ძალიან საყვარლები იყავით, მსახიობები ხართ რა. ვამაყობ თქვენით, ნამდვილად. მე ვარ ბედნიერი იმიტომ, რომ ყავს ასეთი კარგი მოსწავლეები. ეს არის ძალიან დიდი ბედნიერება და ძალიან დიდი სიხარული. პირველ სკოლას არაჩვეულებრივი მოსწავლეები ყავს და ძალიან კარგი მასწავლებლები, რა თქმა უნდა, ძალიან კარგი დირექტორთან ერთად. ეთერში ახალ რეფორმასთან, განათლების რეფორმასთან დაკავშირებით შეიკრიბნენ ძალიან წარჩინებული და ესეთი ცნობადი სახეები და თუ ალბათ იცნობთ ჩვენი პედაგოგიური საზოგადოება იცნობს გიორგი გოგოლაშვილს, ეს არის გორშიც კითხულობს, ფილოლოგი გახლავთ და მან ასეთი ფრაზა თქვა და მე ისე ძალიან მომეწონა, დავიმახსოვრე და ჩემად გავითამისე. ჩვენ გვყავს არაჩვეულებრივი მოსწავლეები და ვასწავლით ცუდათო და ეს არ ითქმის თქვენ სკოლაზე. თქვენ გყავთ არაჩვეულებრივი მოსწავლეები და არაჩვეულებრივი მასწავლებლები და ასწავლით ძალიან. ბავშვებო, მე მეორედ ნახევ თქვენი სპექტაკლი და ალბათ კიდევ ბევრჯერ ვნახავთ. ძალიან დიდი მადლობა აი ლამაზი დღისთვის, რომელიც დღეს თქვენ გვაჩუქეთ და მე მინდა ზოგიერთ თქვენთაგანს აი გუშინ რომ მონაწილეობდით ღონისძიებაში და გული და ძალიან რომ გამახარეთ, აი მათაც დიდი მადლობა გადავხადო. ასევე
ქალბატონ მაიას, ქალბატონ მარინას, ქალბატონ ზიზის, რომელიც ასე ერთგულად გვიდგას გვერდით. მე მინდა რომ თქვენი ამაყოთ პირველი სკოლით და აი ყოველთვის ასეთი ღირსეული, ასე ამაყად იდექით სცენაზე მთელი ცხოვრება. და ბოლოს საბოლოოდ მინდა რომ რეჟისორად მიიწევი ქალბატონი. თითოეულ ჩემს მოსწავლეს გადავუხადო ძალიან დიდი მადლობა იმ თანადგომისათვის, აზრების გაზიარებისათვის. მათაც ვინც სცენაზე არ ჩანდა და სცენის მიღვა გხმარებოდა, იცი თქვენ მხოლოდ ერთი ადამიანის მხრებზე ვერ გადავიდოდა ეს. მე-6 კლასები, მე-8 კლასები, მე-7 კლასები ჩართული იყვნენ ამ ღონისძიებაში, ოღონდ არ ჩანდნენ სამწუხაროდ. ყველას ვერც გამოვაჩენდით. დიდი მადლობა თითოეულ მშობელს, რომელიც გვერდში დაგვიდგა და გაგულამაზა ეს დღევანდელი დღე თავისი მოსვლით, შვილებზე ზრუნვით და დიდი მადლობა ქალბატონ ზიზის უპირველესად, დიდი მადლობა ქალბატონ მარინას, ქალბატონ თამარ სკოლის დირექციას, რომლებიც გვერდში დაგვიდგნენ ამ ლამაზი დღისათვის და დაუვიწყარი დღეს.